მცხეთაში ბებრის ციხესთან მისასვლელი გზა სპეციალისტების გადაწყვეტილებით უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ბებრის ციხის ჩრდილოეთი კედრის ნგრევა ამ წუთებშიც გრძელდება, მეწყერის გამო ექსპერტები მუშაობას ვერ ახერხებენ. გრევის მიზეზი სამუშაო ჯგუფის წევრების აზრით ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერია. მოულოდნელად მოწყდა მთელი ფერდი და წაიღო 10 მეტრამდე დაიწია ნახევარმა ციხისამ, ესე რომ მოწყდა და ჩავიდა ქვემოთ. ეს პროცესი ეხაც მიდის, თავარია ეხლა რომ პროცესის მიმდინარეობის დინამიკა იქნას გამოკვლეული, თუ რა სიღრმემდე შეიძლება ეს მეწყერილი ეხლა გაგრძელდეს. შემდგომ უკვე იქნება ძალიან რთული საინჟინრო სამუშაოები, დასაგეგმი და განსახორციელებელი, რომ ჩვენ ფაქტიურად ეხლა ფერდზე მოგვიწევს მუშაობა. ბებრის ციხეზე სამუშაო ჯგუფთან ერთად კულტურის მინისტრიც იმყოფებოდა. ნიკარურუ ამბობს, რომ რეკონსტრუქცია საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესი იქნება. ახალი მთა უნდა აშენდეს, ახალი ფერდობი უნდა გავაკეთოთ, როგორც კორცხელში გავაკეთეთ. საკმაოდ ძვირი პროექტია და საკმაოდ დროის მხრივ გაწელილი. ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ვიდრე მეწყერული მოვლენები ბუნებრივად არ შეჩერდება და არ გამოიდარებს, ექსპერტები ძეგლის გადასარჩენად ვერაფერს გააკეთებენ. ჩქარობს ყველა რომ ჩარება დავიწყოთ, მაგრამ ისეთ რა გაუთვალებელი წვიმებია, ეს ფერდობი ძალიან დაწყლიანებულია და ესე იგი ამ ვითარებაში შეშვება ადამიანების სამუშაოდ და სპეციალისტების დატვირთვა სახიფათოა, იცით. ბებრის ციხის კედლის ნგრევა წუხალსაღამოს დაიწყო. ძეგლის 25% უკვე დანგრეულია, თუმცა სპეციალისტები ციხის მთლიანად განადგურების საფრთხეს გამორიცხავენ. მეწყერი ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი არ არის. გეოლოგების თქმით, ნგრევის პრევენცია შეუძლებელი იყო, რადგან წინასწარი ნიშნები, რასაც შესაძლოა ექსპერტებისთვის საფრთხეზე მieნიშნებინა, არ არსებობდა. ბებრის ციხე მე-9 საუკუნეშია აგებული. ის მცხეთას არაგვის ხეობის მხრიდან მტრის განიცავდა. ძეგლს ბოლო რეკონსტრუქცია 25 წლის წინ ჩაუტარდა.